საპროტესტო აქციები დაიწყო. პირველი დღეების განმავლობაში იყო ძალიან ისეთი მიკერძოებული ტენდენციური გაშუქება რაღაც საკითხებთან დაკავშირებით. რატომღაც ყველა ოპერატორი აღმოჩნდა იქ, სადაც თვითმმართველობის წევრები და მათი მხარდამჭერები აწვებოდნენ პოლიციის კორდონს და რატომღაც მედიის არც ერთი წარმომადგენელი და არც ერთი ოპერატორი არ აღმოჩნდა მაშინ, როდესაც მეორე ნაწილი ანგრევდა პირველი კორპუსის კარებს და მარტო გადაღებული არის კადრები, როდესაც 115 აღმოჩნდნენ სტუდენტები. ეს ჩემი აზრით არის უბრალოდ არასწორი გაშუქების ფორმა და ძალიან ბევრი ადამიანი ამას შეცდომაში შეიყვანა. როდესაც დავრეკეთ ერთ-ერთი მედიის საშუალების ესე იგი რაც ქვია მენეჯერი ქვია თუ რა ქვია არ ვიცი. გვითხრა ესეთი რამე, ისეთ რა არის, მოდის გიხდით აქციის მონაწილეები, რომელიც არიან მეორე აქციის მონაწილეები, ნახევარზე მეტი არიან ჩვენი ჟურნალისტები და ეს ხდება ამიტომ. ბოდიში ეს უბრალოდ პასუხი არ ბოდიში ამას აშორის, იმიტომ რომ მე ვარ ბოდიში ლიბერალში ამას ვერ გეტყოდნენ. ლიბერალში გითხრეს რომ აქტივისტები იყვნენ ლიბერალი ჟურნალისტები? აქტივისტებში არიან ლიბერალი ჟურნალისტები და ბოდიში გიხდით რომ ასეთი ფაქტი დაფიქსირდა რაღაცა მიკერძოებას ქონდა და მე ვარ ლიბერალი ჟურნალისტი, შენ ამას ლიბერალში არ გეტყოდნენ, იმიტომ რომ ლიბერალში ასე რამე არ მოხდა. სატელეფონო საუბარზე გითხრა ლიბერალის რედაქტორმა ჩვენს კონკრეტულად ვიკითხა. ჩვენის არ ვარ, მოდერები არ ვარ, რომ სატელეფონო ჩანაწერები გავაკეთებ. ესეთი პასუხი თუ გინდა დაიჭერეთ, თუ გინდა დაიჭერეთ, მაგრამ ესეთ მე გეუბნებით რაც გითხდეს. არა დასტურებს ლიბერალი არა ჩვენი წევრების მიმართ უთხრიდა რომ რამე გაიგე თავდასხმა მოხდა, მე ამას ფიზიკურად ვერ დავადასტურებ, იმიტომ რომ მე იქ არ ყოფილვარ და არც არანაირი ვიდეო მასალა არ მინახავს. არა, ვიდეო მასალა არ მინახავს არანაირი რომ ვინმე სურთყამდეს ან ვინმეზე ზეწოლა ხდებოდეს. არ ვიცი რა, თუ მე მანახებთ რაიმე დამადასტურებელ საბუთებს რომ ვინმეზე ზეწოლა მოხდა და ამოვიცნობთ იმ კადრებში იმ ზემწოლ ადამიანებს, პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას რომ მივიყვანოთ ერთად თქვენთან ერთად სამართალდამცავ ორგანოებთან და გადავცეთ და დავაყენოთ იმათი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. მე ამის წინააღმდეგი არ ვარ, იმიტომ რომ მე თვითონაც თუ რამეს ვაშავებ, მომხრე ვარ რომ მიმცე სამართალდამცავს თუნდაც რექტორის კაბინეტში შეჭრის საკითხი იყო, მე თანახმა ვიყავი რომ მოვიდეს პოლიცია და წავყვები და არ არის პრობლემა, ვაგო პასუხი. ინფორმაცია იმის შესახებ გაუწევს ჟურნალისტ კამერა. არ ფლობს და ანუ ამაზე რეაგირება. არა, ინფორმაციას როგორც ასეთი რომ მოხდა ესეთი ფაქტი. ხო, ოღონდ ინფორმაცია ეხა ბევრმა შეიძლება ბევრი რამე ილაპარაკოს, მაგრამ ინფორმაცია სჭირდება დადასტურება, ამას ვამბობ. და მე ეს დადასტურება არ მიმიღია, თორემ რო გავიგე ლიბერალი ჟურნალის კამერა გამოვიხეს, აი გავიგე ამ ბევრი ადამიანი ლაპარაკობდა რომ ესეთი ფაქტი მოხდა, კითხულობ ვინ რა როგორ, არავინ არაფერი არ იცის, უბრალოდ ფაქტი ლიბერალი ჟურნალის კამერა. ეგრე ისინი რა ქვია ჟურნალისტები რომლებიც მოყვნენ იქ რაღაცა პოლიციის კორდონთან ზეწოლაში, ზოგი ჟურნალისტი ცუდად გახდა, მაგრამ ეხა ამას ნუ დავაბრალებ კონკრეტული ადამიანების ფიზიკურ შეურაცხყოფას, იმიტომ რომ ჟურნალისტები თავისი სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე რატომღაც ეგეთი ჩვევა გაქვთ რომ ზუსტად ჩუვაში უნდა შეხვდეთ. ეხლა კონკრეტულად ხესრაც ისაუბრეთ რომ მე გადავწევიო თუ რექტორიც გადადგებაო, ჩვენც გადავწევით და ორდენი დაიშალოსა და მოხდესო